საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და ლიონს ლანსის დამარცხებაში დაეხმარა. ლიონმა მატჩი მინიმალური სხვაობით 1-0 სწორედ მიქაუტაძის გოლით მოიგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ოთარ კიტეიშვილის დუბლი ავსტრიის ბუნდესლიგაში. ქართულმა რიდის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა და შტურმის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 8 ხუთგულიანი შეფასება მიიღო. ქართულ ნახევარმცველს სეზონის შესანიშნავი დასაწყისი აქვს. მან პირველ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირობისთვის იბრძვის ვაკო ყაზაიშვილი. მას ბოლო 4 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ყაზაიშვილი შანდოკ ტაიშანის ღირსებას იცავს, რომელმაც გუშინ პენქსიტი 3-1 დაამარცხა. როგორც წინა 3 მატჩში ყაზაიშვილმა ამ შეხვედრაშიც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. ქართულ ფეხბურთელებს არ ზურიკო დავითაშვილი ჩამორჩა, რომელმაც ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. დავითაშვილი სენტ-ეტიენთან ერთად საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს და მისმა გუნდმა როდიზი 4-0 დაამარცხა. ჩატარებული მატჩის მიუხედავად ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ ქართველი შემტევი სატრანსფერო პერიოდის ამოწურვამდე გუნდს დატოვებს და ის კარიერა სხვა კლუბში გააგრძელებს. ხამზად ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონია. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მებრძოლმა სამხრეთ-აფრიკელი დრიკუს დუპლესიმ საჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩიმაევმა მეტოქეს ბრძოლის 5-ვე რაუნდი მოუგო. ჩიმაევის შერეულ ორთაბრძოლებში ამ დრომდე დაუმარცხებელია. მას ჯამში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული.